დარღვევებთან დაკავშირებით. ახლა ჩვენ ზუგდიდისკენ ვინაცვლებთ ჩვენი ჟურნალისტი თელარა გელანტია არის ზუგდიდში სამეგრელოში ზუგდიდის 30-ე საარჩევნო უბანში როგორც ვიცით მას აქვს დაგროვილი რაღაცა რაოდენობის დარღვევების შესახებ ინფორმაცია და ახლა პირდაპირ ეთერში მოგვიყვება. დიახ ნინო დღის მეორე ნახევარში აშკარად იმატა დარღვევების შესახებ ინფორმაციებმა და ფაქტებმა ჩვენ ახლა ვიმყოფებით 30-ე საარჩევნო უბანზე სადაც ერთ-ერთ კაბინაში 7 თავისუფალი ხელმოწერილი ბიულეტენი იქნა აღმოჩენილი ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს მოგვაწოდა თავისუფალი დემოკრატების დამკვირვებელმა მან თქვა დავით ქანთარიამ ჩვენ განგვიცხადა რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ამ უბანზე ეგრეთ წოდებულ სომხურ კარუსელს რაც ასევე არ გამორიცხა ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის შტაბის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლაშა დამენიამ ნაციონალური მოძრაობა ითხოვს რომ 30-ე უბნის შედეგები საერთოდ ბათილად გამოცხადდეს. აღმოჩნდა რომ საარჩევნო კაბინებში ხმის მიცემის კაბინებში აღმოჩნდა ბიულეტინები 7-10-მდე ბიულეტინი რომელიც იყო ხელმოწერილი და საარჩევნო ყუთში არ იყო ჩაგდებული. აქ გათამაშდა სომხური კარუსელი როგორც ეთყობა მისცეს პიროვნებებს შემოხაზული ბიულეტინი 41-ის რასაკვირველია იმიტომ სხვა სამი საშუალება არ აქვს 41-ის ბიულეტინის რომლებსაც ცარიელი ბიულეტინი უნდა გამოეტანათ გარეთ. და როგორც ეთყობა ამ ხალხს ეს ბიულეტინი იქ დარჩა. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ არა მარტო ამ უბანში, სხვა უბანებშიც არის იგივე მდგომარეობა. 30-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა ქირია კატეგორიულად გამორიცხავს ეგრეთ წოდებული სომხური კარუსელის დატრიალებას. მისი ვარაუდით ეს ფაქტი, ანუ კაბინაში 7 თავისუფალი ბიულეტენის აღმოჩენა შესაძლოა გამოიწვია იმან, რომ ამ უბანზე ხმას აძლევდა 259 ჯარისკაცი, რომელთა ასაკი 18-19 წელი იყო და მათი ნაწილი პირველად იღებდა არჩევნებში მონაწილეობას და შესაბამისად ნანა ქირიას განცხადებით ზოგმა წესებიც კი არ იცოდა თუ რამდენი ბიულეტენი და შეეტანათ ან გამოეტანათ თუ არა ყველა შეგვიძლია მოვისმინოთ ქირიას კომენტარი. კაბინეტიდან გამოღებულია 7 ბიულეტენი და ეს მოხდა ჩემ მიერ. მე თვითონ შევედი ხმის მისაცემად, როგორც სპეციის მიხედვით მქონდა უფლება რომ მიმეცა უბანზე ხმა. როგორც კი შევედი და დავინახე, ეგრევე გამოვიტანე და ყველას დავანახე, რომ აი ეს დავითვალეთ მე ეს ბიულეტინები და მოვახდინეთ სათანადო რეაგირება. ესე იმასვენით წარწერები, ჩამოვჭერი ბიულეტინები და რასაკვირველია, გაუქმებულია ეს ბიულეტინები და წარმოდგენილია. ჩვენი უბნის ბიულეტინებია შემოტანილი არ არის არსაიდან და ჩვენ როგორც კანონმდებლობა შეესაბამება, აბსოლუტურად ყველა ზომა მივიღეთ. ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია ხმების მიცემის პროცესი 30-ე უბანზე ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის და ასევე თავისუფალი დემოკრატების დამკვირვებლებმა შესაბამისი საჩივარი ამ დარღვევის შესახებ უკვე დაწერეს.